ჩხუბი პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება სესიაზე მოხდა მაშინ, როდესაც განცხადებას გოგა ხაჩიძე აკეთებდა კამათი უმრავლესობის წევრს დავით ლორთქიფანიძესა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბეჟაშვილს შორის დაიწყო. დაპირისპირება მდერეფანში გადაინაცვლა, თუმცა მანდატურებმა ვითარების განმუხტვა მალევე შეძლეს. ინციდენტის შემდეგ ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ოპონენტების გამოსვლამ გააღიზიანა რომლებიც მისი განცხადებით ციცრუის ტირაჟირებას განაგრძობენ. ლევან ბეჟაშვილმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას არ მოეწოდა ლორთქიფანიძის გამონათქვამი, რომლითაც უმრავლესობის წევრმა ნაციონალური მოძრაობის წევრ კოლეგა ქალებს მიმართა. რა განცხადებები გაკეთდა დაპირისპირების შემდეგ ჩვენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან ნოდარ ჩაჩუას ვთავთ პირდაპირ ეთერში. ნოდარ, გისმენთ. დიახ, თამარ, საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირების შემდეგ განმარტებები გააკეთა ინციდენტის ორივე მონაწილე მხარემ, როგორც დავით ლორთქიფანიძემ, ასევე გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმაც და დაასახელეს ინციდენტის დაწყების სხვადასხვა მიზეზები. პირველი მიზეზი, რომელსაც თავად ბეჟაშვილი ასახელებს, ეს იყო ის, რომ შეურაცხყოფელი განცხადებით მიმართა კოლეგა დეპუტატს და საუბარია მარიამ საჯაიაზე, თუმცა დავით ლორთქიფანიძემ ბეჟაშვილის ეს ბრალდება გამორიცხა და აღნიშნა, რომ ღიზიანების მიზეზი იყო ის ტყუილები, რომლითაც მიმართავენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საზოგადოებას. მასთან შეხება არანაირი არ მქონია, ერთადერთი ვთხოვე, რომ პარლამენტის წევრის მიმართ, ქალბატონის მიმართ, რომ ჩვენი რიგებიდან მან არაეთიკური გამონათქვამები გამოიყენა, ვთხოვე, რომ თქვათ ნორმალურად ესაუბრა, როცა ქალბატონს ესაუბრება, ეს იყო და ეს. სხვა არც შინაარსთან დაკავშირებით, არც გამოსვლასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა, უბრალოდ მოწოდება იყო, რომ ნორმალურად ესაუბრა ქალბატონთან, ეს იყო და ეს და რაზეც შემდგომ რაც მოყვა კი ნახეთ. გლისთავზე სახარებას კითხულობდნენ, ისე ამ ნაციონალების საქმე, ისე ვაგრძელებენ ტყუილებში, ასე ვთქვათ, ხალხის ცხოვრების ცდელობას. ხაჩიძე გამოდიოდა და რაღაც იმაზე ლაპარაკობს საცურავ აუზებზე და ამასთან დაკავშირებით მე მივმართე, რომ ტყუილებს ნუ ლაპარაკობ თქო და ჩაერთო შემდეგ ეს ბეჟაშვილი, რომელიც ძალიან ცუდად ენას ატელიკინებს, საერთოდ ესენი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ამისთვის ეხლაც მიიღო პასუხი და შემდეგაც მიიღებენ პასუხს. პოლიტიკურად მაღალი ტემპერატურა დღეს მთელი დღის განმავლობაში იყო შენარჩუნებული საკანონმდებლო ორგანოში, ვინაიდან დღეს რეგლამენტის მიხედვით დეპუტატებს განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა რეგლამენტით მიცემული შესაძლებლობა გამოიყენეს რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გასაჟღერებლად მათ დაიბარა და მოითხოვეს ასევე თავდაცვის მინისტრის პარლამენტში მოსვლა და პასუხისგაცემა იმ განცხადებაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გავრცელა უკრაინაში დაღუპულ ქართველთან დაკავშირებით. დღეს ასევე ნაციონალურმა დეპუტატმა ნუგზარ ციკლაურმა გააჟღერა ინიციატივა რიგგარეშე სესიაზე, რომ უკრაინაში გარდაცვლილი ალექსანდრ გრიგოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაიკრძალოს. ამას და ასევე მოყვა ბრალდებები თავდაცვის სამინისტროს მისამართითაც, რასაც უმრავლესობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. გთხოვდით საქართველოს პარლამენტმა შეიყვანოს დღის წესრიგში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოსმენა იმ სამარცხვინო და მოღალატურ განცხადებასთან დაკავშირებით. ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ყავდეს ისეთი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯერ ასეთ ნაძირლობას ჩადის და მერე კიდე ამ ნაძირლობას უმატებს იმ არაკაცობას, რასაც ქვია ადამიანისთვის ხელის შეხოცვა, რომ ვითომ მან არაფერი არ იცოდა, ან ბიძინა ივანიშვილმა, ან ღარიბაშვილმა თვითონ არაფერი არ იცოდა. ჩვენ შეგვიძლია ამ შეცდომებზე ლაპარაკი, ჩვენ შეგვიძლია ვაღიაროთ ეს შეცდომა, მაგრამ ამ შეცდომებზე ვინ ლაპარაკობს, ეს არის ყველაზე საინტერესო. ამ შეცდომებზე ლაპარაკობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და წარმომადგენლები, რომლებაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს. როდის მოიხდეს სააკაშვილი ბოდიშს იმისათვის, რომ მუნდირის ღირსება შეარწყვინა, გორში რო კოტრიალობდა მაშინ ქართველი სამხედროების. ეგება დაფიქრებულიყავით ამ საკითხებზე, როცა ბრალდებებზე ლაპარაკობთ, საკუთარ წარსულსაც გადახედეთ ამასთან დაკავშირებით. ორვოლისვე სიტყვებით გიპასუხებთ. უმეცრება ძალაა და თავისუფლება მონობა. ალბათ საუკეთესოდ ეს სიტყვები გამოხატავს როგორც თქვენს პირად, ასევე ქართული ოცნების ზოგად არსს. ეს სამარცხვინო განცხადება არის არა უნებლიე ტექნიკური შეცდომა, არამედ ივანიშვილის მთავრობის გამიზნული პოლიტიკის გამოხატულება. აი სწორედ ამიტომ გიჭირთ მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება და ვერაცნობიერებთ, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო
სრულიად საქართველო. არა მარტო ის რომ მინისტრი უნდა გადადგეს და მოიხსნას თანამდებობიდან, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ შემთხვევაში არის რომ საქართველოს აქვს არჩევანი. ან ჩვენ ვართ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად და ვიბრძვით მათთან ერთად თავისუფლებისთვის და თავისუფლების მებრძოლ უკრაინასთან ერთად გავართ და სხვა ხალხთან ერთად, ან ჩვენ ვართ ტოტალიტარულ პუტინთან და რუსეთთან ერთად და მათი პოზიციების გამზიარებლები ვიქნებით. არიან ადამიანები, რომლებიც არა მარტო ბოდიში მოიხადეს, არამედ კირკილებენ და აქ გამონათქვამი ორველი იციან თითქოს და არ არსებობს ჩვენი პარლამენტში ოპოზიცია, რომელთანაც შეგიძლია დაჯდე და ამ ნაკლოვანებებზე თუ სირთულეებზე ისაუბრო. იმიტომ რომ ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ხელშემშლელი ჯგუფი. დავანებოთ პოლიტიკურ სპეციალობას, სპეკულაციებს თავი, როდესაც აი ამ ცხედართან ვდგევართ. ამ წუთებში რიგგარეშე სესიაზე გამოცხადებულია შესვენება, შესვენების შემდეგ უკვე პარლამენტი მუშაობას გააგრძელებს კენჭის წყობით მიმდინარე საკითხებს მიმდინარე კანონპროექტებს უყრიან კენჭს რიგგარეშე სესიების რეჟიმში საკანონმდებლო ორგანო კვირის ბოლომდე იმუშავებს და არ არის გამორიცხული რომ მანამდე კიდევ ერთი დებატები გაიმართოს, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უკვე დააყენეს. მადლობა, ეს იყო ნოდარ ჩაჩუა, რომელიც პარლამენტიდან საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.